ზოგი ოცნება ჩუმად იბადება, ზოგი ხმამაღლა ითქმება, ზოგს კი სჭირდება შესაძლებლობა, რომ რეალობად იქცეს. სპიქაპის კულტურულ საგანმანათლებლო პროექტი სწორედ ეს შესაძლებლობაა. ჩემი დიდი ოცნება არის პრაღაში წასვლა. ვნახო ყველაფერი, რაზეც წიგნებში ვკითხულობ. 10 ხესიმაგრეები, ხიდები, პლანეტარიუმი. ახლა კი ვიცი, რომ ეს მხოლოდ ოცნება არ არის. სპიქაპი გვაძლევს შანსს ეს ყველაფერი ჩვენი თვალით ვნახოთ. მე კრუიზით გასეირნება მინდა. ვფიქრობ, ქალაქის ხედები წყლიდან განსაკუთრებით ლამაზი. მე ხშირად უსმენ ჯონ ლენონს და ძალიან მაინტერესებს, რატომ დგას ჯონ ლენონის კედელი პრაღაში. რას ნიშნავდა მაშინ ის ხალხისთვის და რას ნიშნავს დღეს. მინდა ეს ისტორია თავად გავიგო. კარლის ხიდი 600 წელზე მეტია დგას. მე მინდა რომ იმავე გზაზე გავიარო, სადაც საუკუნეების წინ ადამიანები დადიოდნენ. განახლებული პრაღის პლანეტარიუმი ძალიან მაინტერესებს. კოსმოსზე კითხვა ერთია, მაგრამ მისი ახლოდან შეგრძნება სულ სხვაა. ჩემი ოცნებაა პრაღაში რომ წავიდე. მაინტერესებს როგორია ფრანც კაფკას დიდი უზარმაზარი თავი. და მაინტერესებს ახლოდან დავაკვირდე თუ როგორ მოძრაობს იგი. მინდა ვნახო პრაღის ასტრონომიული საათი. წარმოიდგინეთ ის შუა საუკუნეებიდან მუშაობს. მგონია თითქოს ზოიქ სულ სხვანაირად გადის. ინტენსიური გაკვეთილების და native speaker-ებთან შეხვედრა ჩემთვის დიდი შესაძლებლობა არის. მინდა ინგლისური არა წიგნი, არამედ რეალურ საერთაშორისო გარემოში ვისწავლო. ჩეხური კულტურა და ტრადიციები ძალიან მაინტერესებს. მინდა გავიგო როგორ ცხოვრობენ, რა საფასები და როგორ ინარჩუნებენ საკუთარ ისტორიას. და რა თქმა უნდა, ჩეხური სამზარეულოს და გენუნება მინდა. პრაღის ციხესიმაგრე ჩემთვის ზღაპარს გავს. იქ რომ ვიდგები, თავი ნამდვილი გმირი მეგონება. ეს პროექტი ჩემთვის მხოლოდ მოგზაურობა არის. ეს არის ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ, ახალი მეგობრები, ახალი გამოცდილება, ახალი მე. პრაღა, ქალაქი, რომელიც ისტორიას გაჩვენებს. პროექტი, რომელიც ჩვენს მომავალს ახალიბებს. სპიქაპი არ პირდება მხოლოდ მოგზაურობას, ის გაძლევს შესაძლებლობას, რომ შენი ოცნება რეალობად აქცია.